გამარჯობათ, მე მყავს 13 წლის გოგო, ანა. ანა 10 წლიდან ატარებს სათვალეს, შევამჩნიეთ სკოლაში, მიოპია, მინუსით. ეს მინუსი როგორ, დაუნიშნეს სათვალე, რა თქმა უნდა, აქ რომ ექიმთან მყავდა გადავამოწმე, ჩვენ ხშირად დავდივართ გერმანიაში, იქ ცხოვრობდით. იქაც გადავამოწმებინე, მაგრამ შედეგი არაფერ მომოიტანა, სათვალის ეს მინუსი უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც ძალიან მაშფოთებდა და დაუწყე ალტერნატიული გზების ზებნა, რომ რაღაცნაირად ეს მაშინებდა უკვე, რომ ეს მინუსი უფრო მაღლა არ ასრულიყო, როგორც ყველა მშობელს. და შემდეგ მივაგენი თვალის კლინიკა, ახალი ტექნოლოგია, მაგოთერაპია და ძალიან დავინტერესდი, მოусმინე პაციენტებს, რომლებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ამას ნახევარ წელიწადზე მეტი ვფიქრობდი, იმიტომ რომ ჯერ არ მეჯერა, თავიდან ვიფიქრე, რა ვიცი, არის ასე თუ არ არის ასე. შემდეგ ძალიან ჩავუღრმავდი და გადავწყვიტე მოსვლა ქალბატონ მაკასთან. და არ ვიცი, მე კი ვიცოდი, რომ დაგვეხმარებოდა ეს თერაპია, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. მოვედით თავიდან და ანა ხედავდა 1 ხაზს და 2 ხაზს მეორე თვალიდან და იყო გადახრა, რაც არ ვიცოდი 10 გრადუსით, არც ერთ ექიმს ჩემთვის ეს არ უთქვია. და აღმოვაჩინეთ აქ, რომ ანას 10 გრადუსია გადახრა და შემდეგ დავიწყეთ. დღეს არის მე-7 დღე, 6 თერაპიის შემდეგ, შედეგი არის ასეთი, რომ ერთი თვალიდან ხედავს 0.6 ანუ 6 ხაზს და მეორე თვალიდან 100% და გადახრა მხოლოდ 1%-ია. და რა ვიცი, აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ანაც საერთოდ შეცვლილია, რომ სათვალის გარეშე დადის. ხედავს, ეხლა მე ცოტა ბინდად, მაგრამ ადრე სათვალის გარშე საერთოდ არ უღია და მეუბნება, რომ როგორ გითხრა ადრე, როგორ შევადარო, ადირინდე მდგომარეობას, როცა სულ სათვალით დავდიოდი. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერები ვარ და მე გირჩევდით, რომ არ იცვალოთ და ნამდვილად ეს კურნალობის კურსი ქალბატონ მაკასთან ჩაიტაროთ, იმიტომ რომ ნამდვილად შედეგს. მე თვითონ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ახლა ძალიან ემოციურად ვარ, იმიტომ რომ ამ შედეგს მართლა, ამ ხელა შედეგს ნამდვილად არ ველოდი. და თვითონ პროცედურები მტკინეულია, სასიამოვნოა, 13 წლის არიან, სიხარულით მოდის თუ აძალებთ ჩვენთან მოსვლას? არა, ძალიან სასიამოვნოა, რას ვაძალებ, ერთი სული აქ როდის მოვა და თან ძალიან ყოველი თერაპიის შემდეგ გრძნობს ამ ხედველობის გაუმჯობესებას, ანუ გუშინდებთან შედარებით დღეს უკეთესად ხედავდა და ასეთ ერთ დღეში და იმდენად გათამამებულია, რომ უფრო მეტი შედეგი, როდის მოვიხსნი სულ სათვალეს, სათვალით აღარ დადის ამ თერაპიის პერიოდში, როდის 100%-ით რომ დავინახო ორივე თვალიდან და ვეუბნები დედი, ჯერ მხოლოდ 5 დღე. არის ძალიან მთხომ, ბევრს მადლობა, ქალბატონო მანანა, მადლობთ, რომ შეეხეთ ამ თემას. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში ორი პოზიტიური მცნებაა, ეს არის გაუმჯობესება და გაჯანსაღება. გაუმჯობესებას ჩვენ 9 საათში ვღებულობთ იგივე და მე ვწმინდები თამაში და გაჯანსაღებას ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ მივიყვანთ ბოლომდე. რა თქმა უნდა. მაყოფილი ვცანთ. ძალიან. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.